გამარჯობათ, მე ნანა გორგოძე ვარ, თარჯიმანი ამერიკაში. როგორც ყველა ვიდეოში, ამ ვიდეოშიც მინდა გითხრათ კონკრეტული შემთხვევები, რაც განსაკუთრებით არ შეიძლება თარჯიმნებისთვის. მაგალითად, როდესაც თუ ორი მხარე რაღაცაზე გაცხარებით ჩხუბობს, ან კამათობს, ან ყვირიან კიდეც, არავითარ შეიძლება და პირდაპირ გვიწერია ინსტრუქციაში, რომ თარჯიმანი ან მესამე ადამიანის ყვირილი იქ არავის არ სჭირდება, ანუ ხმას არავითარ შემთხვევაში არ უნდა აუწიოთ, თუმცა ტონალობაში უნდა მივყვეთ, ისედაც არ შეიძლება, რომ ვიღაცები ყვიროდნენ, გაცნობთ, თქვენ ძალიან მშვიდად და წყნარად თარგმნით. უნდა მივყვეთ ტონალობას. ესეთია ოფიციალური ინსტრუქცია. გარდა ამისა, ხშირად არის, მე განსაკუთრებით დაკითხვების დროს, რომ ერთი და იგივე შეკითხვას სვამენ, რა ვიცი, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 8ჯერვე უნდა ითარგმნოს და მინიშნებითაც კი არ უნდა თქვას თარჯიმანმა, რომ ეს ხომ დასვით ეს შეკითხვა, ან ხომ გითხრათ ეს სახელი, არავითარ შემთხვევაში. გარდა ამისა, ძალიან ვიღლებით მესმის ყველანი ადამიანები ვართ, მაგრამ დამთქნარების ხმა, ან დაცემინების ხმა სატელეფონო საუბრის დროს, ან ვიდეოს ჩაწერის დროს არაფრით არ შეიძლება მოდიოდეს თარჯიმნისგან. და ბოლოს, როგორი სენსაციური და აუჯერებელი, წარმოუდგენელი ინფორმაციაც არ უნდა გაიგონოს თარჯიმნის ყურებლა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოხატოს თარჯიმანმა თავისი რეაქცია, ოდნავაც კი, ანუ ვაუ, ანუ my god, ან რაღაც რომ თქვათ, არ შეიძლება. როგორი ინფორმაციაც არ უნდა მიიღოთ. და მე მინდა გითხრათ, რომ არაერთხელ მქონია შემთხვევა, რომ მოსამართლეს თარგმანის დროს უთქვამს, რომ აი მადლობას ვუხდი თარჯიმას პროფესიონალიზმისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გამომიხატავს ჩემი ემოცია, არც მწუხიარილი, არც ტირილი, ძალიან შემიკავებია თავისთავად, იმიტომ რომ ძალიან ძიმე ისტორიები არის განსაკუთრებით ახლა სასამართლოში როცა გაქვს საქმე, მაგრამ მინდა რომ ყველას ასეთი შედეგი გქონდეს, მინდა რომ ყველამ გაითვალისწინოს, სწორედ ეს გახლავთ ამ ვიდეოების მიზანი. ცხადია თქვენი აზრით, მაინტერესებს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებთან დაკავშირებით და თქვენ როგორ იქცევით ხოლმე ასეთ შემთხვევაში?